საღამომშვიდობისა ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით ჩვენ იმედზე ვართ და უცნაურად დავიწყეთ დღევანდელი ჩვენი თამაში, რომელსაც ჰქვია ცოდნა ფულია. და უცნაურად იმიტომ დავიწყეთ, რომ გიორგი ჭიტაძე კვლავ მოვიწვიეთ ჩვენთან სათამაშოდ. ცოდვა გამხელილი ჯობიაო, ხო ამბობენ ხოლმე და შესაბამისად აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი დასმული შეკითხვა სადაო იყო. სადაო რა? ვიდავეთ და აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი შეცდომა იყო და შესაბამისად ადამიანი სულტყუილად გაუშვით სახლში. მართალია გარანტირებული მეათე კითხვის შედეგად მოპოვებული 2660 ლარით. თუმცა შესაძლებლობა ჰქონდა მე-11 შეკითხვაზე მოხდა ეს ამბავი, რომ მოეგო 25000 ლარი ან მეტი. და დღეს ამის შანსს ვიბრუნებთ. უკაცრავად, ბატონო ჩემო, ჩვენი ინფორმაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდით ამ კითხვაზე, შესაბამისად ცოტა მოძველებული აღმოჩნდა და მოკლედ, შანსი გვაქვს, რომ გავაგრძელოთ თამაში. როგორ ახარ? ძალიან კარგად. გაგიხარდა რომ დაგიძახეთ ისევ? გამიკვირდა, მაგრამ მე გამეხარდა. რატო არაფერი არ თქვი შენ თვითონ? არ გადამიმოწმებია. არ გადაგიმოწმებია, წახვედი სახში, არ იყო სწორი პასუხი და წახვედი? არ დავინტერესდა. წესიერი კაცი. მეგონა რომ დამთავრებული მქონდა თამაში უკვე. თურმე არ ქონია? თურმე არ მქონდა დამთავრებული. ანუ ვცვლით შეკითხვას, მე-11 შეკითხვა აწი უკვე შემოწმებულ, გადამოწმებულია და ეს ჩვენთვისაც ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისათვის, რომ ასეთი შეცდომები არ გაგვეპაროს. თუმცა ჩვენს ადამიანები ვართ და შეიძლება ასეთი რამე მოხდეს, მაგრამ არ გვეზარება, აჰა. კიდე ერთხელ შეგვიძლია რომ ვითამაშოთ. ანუ ჩვენ გვაქვს წინ ბოლო ეტაპი გასავლელი, მე-11, მე-12 და მე-13 შეკითხვა და სავსებით შესაძლებელია რომ შენ მოიგო დღეს 25000 ლარი ან მეტი. ყოველ შემთხვევაში მე ამას სული და გულით გესურვებ და ჩვენი დარბაზის რა თქმა უნდა. მადლობ. მაშასე გიორგი ჭიტაძესთან ერთად ვიწყებთ მესამე ურთულეს ტურს. სამწუხარო ის არის, რომ ის პირველი ხუთი შეკითხვა, რომელიც აშინაურებს ხოლმე ადამიანს და განაწყობს, ეს არა გვაქვს. არ ვიცი, რამეს კითხავ. იცი, ჭკვიანების მზესუმზირა რომელია? ჭკვიანების? ხო. აი მაგალითად, შენ ხო ჭკვიანი ადამიანი ხარ. შესაბამისად, მე შემიძლია შემოგთავაზო შენ არაჩვეულებრივი მზესუმზირა კაპი. მადლობ. ასაბარგო, ბერძენი ფილოსოფოსები მიირთმევდნენ კაპის. მოხდა გეუბნები. თან საქართველოში დამზადებულს. თან დიდი მარცვლებით. და ასთავარია გემრიელი. ძალიან კარგი. ეხა უბრალოდ ეხა არ შეიძლება უხერხულია, თორე სიამოვნებით ასე ვიждდებოდი და ისე გეთამაშებოდი. თუმცა ფიქრისთვის საუკეთესო საშუალებაა დამეთანხმები. კარგი. მე-11 შეკითხვა. სამყაროს შექმნის მოდელის დიდი აფეთქების თეორიის ავტორი ბელგიელი ჟორჟ ლემეტრი იყო ა. სკოლის მასწავლებელი 5000 ლარი. ბ. სამთო ინჟინერი 7000 ლარი. C. კათოლიკე მღვდელი 1000 ლარი. და D. 3000 ლარიანი პასუხი გვაქვს ოფთალმოლოგი. სამწუხაროდ დახმარებებიც არ გვაქვს. ყველაზე არალოგიკური პასუხი არის კათოლიკე მღვდელი აქედან. და ყველაზე ნაკლებ თანხიანი. ყველაზე ნაკლებ თანხიანიც. ჯერჯერობით აქ ვდგავარ. კათოლიკე მღვდელზე. სამთო ინჟინერი აფეთქება. თუმცა მეცნიერება და ჩვენი რელიგია რაღაცნაირად ამ ბოლო დროს უახლოვდებიან ერთმანეთს. კი. არ შეიძლება ახლა რელიგია ცალკე იდგეს უკვე 21 საუკუნეში. არ შეიძლება. ოფთალმოლოგი სკოლის მასწავლებელი. ავიც სკოლის მასწავლებელი ყველაზე ნაკლებად მგონია. კათოლიკე მოდელს ვფიქრობ. ხო, ისეთი პასუხია, რაღაცნაირად გითხრევს. მითხრევს ხო, კათოლიკე მოდელი. თითქოს არ უნდა უპასუხო. წესით არ უნდა უპასუხო თითქოს ამას, მაგრამ რაღაც მიბიძგებს კათოლიკე მღვდლისაკენ.
ნუ არ ამგონი ახლა რაიმე ლოგიკა იყოს რომ სკოლის მასწავლებელი დიდ აფეთქებამდე მივიდეს. არ მგონია. ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვავითარებ ისეთ ვერსიას რომ სკოლის მასწავლებელს დავაბრალო დიდი აფეთქების ავტორობა. კარგი, გამოვრიცხეთ. კი ბატონო. დიდი აფეთქების თეორია როდის შეიქმნა? სამთო ინჟინერი ძალიან მემარტივება, ასე რომ ვთქვათ, სკოლის მასწავლებელი რატომღაც არ მგონია და აი ამორს ვრიცხავ. კათოლიკე მღვდელს და ოფთალმოლოგს შორის უნდა გავაკეთო არჩევანი. მიდი. ვინმე ბელგიელი ჟორჟ ლემეტრი, რომლის თეორიაც არის დიდი აფეთქების თეორია. კათოლიკე მღვდელს დავაფიქსირებ. დასაკარგი არაფერი არ გვაქვს. სახში იყავი ისედაც 2660 ლარით და მოგიყვანეთ, კიდევ ერთი შანსი მოგეცით. არაფერი არ იკარგება, გარანტირებული თანხაა ეს. შეგვიძლია მარტივად გავრისკოთ. დიახ. შეგვიძლია 7000 ლარიანზე გავრისკოთ, შეგვიძლია 1000 ლარიანზე გავრისკოთ, შეგვიძლია 5 და 3. რა მნიშვნელობა არ აქვს. გავრისკოთ. რაც მქონდა თავიდან ვერსია, მოდით დავტოვოთ კათოლიკე მღვდელი. C. კათოლიკე მღვდელი. ბელგიელი. შესაძლოა. სწორი პასუხია 3 2 1. ბავშვი გასულები და რას ფიქრობდი გეროს? ხო? რას ფიქრობდი? მე უკვე სკოლის მასწავლებელი ვფიქრობდი. სკოლის მასწავლებელი. კარგი იქნებოდა ბევრი რო ყოფილიყო უფრო 7000 ლარიანი პასუხი ეს რო ყოფილიყო. თუმცა მე-12 შეკითხვის ჯერი დაგვიდგა. ილოცავ? მადლობ. ეს არ ჯობია? ეს ჯობია. ყურადღება, მე-12 შეკითხვა და ამის მერე ერთიღა დაგვრჩება. ჩემოდნის გამოტანასთან ვართ უკვე ახლოს. ახლოს ვარ. ერთ ნაბიჯში ვართ. კი ბატონო. ნახოთ აბა მე-12 შეკითხვა, ყურადღება. გამოცხადებაში აღწერს რა ტახტს იოანე ამბობს, რომ ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით წააგავდა ა. სარდიონ 9000 ლარი. სუყ. B. იასპის ქვას 5000 ლარი. C. ქალცედონს 11000 ლარი და D. ზურმუხტს 7000 ლარი. დავიწყოთ. დაიწყე. ჯელობა. ახლა უნდა გავიხსენო თუ რამის ფერი მახსოვს აქედან. საფეროს ხმელეთ ცისარტყელა, ხო? ცისარტყელა მრავალი ფერია. მადლობთ. ძალიან ბრძნული აზრი ვთქვი. ყოჩა. სულ რამდენი ფერია ხო არ გახსოვს? 7. მაგრამ არის კი ტახტის ირგვლივ ცისარტყელაზე ლაპარაკი? ისეთი ქვა არის კი რომელიც ჭრელი. ვთქვათ, ხო, ჭრელია. არის კი. არის. მაშინ რამდენიც გინდა ამ ჩემი ცოლის გადამკიდე იმდენი ქვები გავიგე უკვე რომ არიქა. სიმართლე გითხრათ ზურმუხტი არ მახსოვს როგორ გამოიყურება, მაგრამ აგაკი წერეთელს თუ დაუჯერებთ ხმელეთი გავს ზურმუხტს. ცაფირუს ხმელეთ ზურმუხტი. ხმელეთი ცისარტყელასთან ყველაზე ნაკლებ კავშირში მგონია. ესე იგი 7000 ლარიანი პასუხი გამოვიწყდა. სარდიონი სახელი. იასპისკენ რატო არა ინაცვლე ეგრევე იქვე ახლოს. იასპის ქვა. იასპი როგორი უნდა იყოს იასპი. ყველა გამიგია სიმართლე გითხრათ იასპიც გამიგია. ქალცედონი ქალკედონში მერევა თუ ალბათ. უფრო მასეა. სარდიონის სახელი ვიცი. ხო არის თუ არა სარდიონი? სარდიონიც არის და ლალიც არის სახელი, რა მოხდა? კი. სარდიონი. რამდენი გვაქვს ახლა თანხა? თუ საიდუმლოა? 3660 ლარი. ქალცედონი საერთოდ 11000-იანი. ნუ ზურმუხტე გამოვრიცხე. რაღაც უნდა გამოვრიცხო კიდე რომ 2-დან უფრო ადვილი არჩევა. გამოვრიცხავ იასპის ქვას. ასევე.
სარდიონი, ქალცედონი. სარდიონი, ქალცედონი. ახლა გამოცხადებას ჟღერადობით ჩემი აზრით ქალცედონი უფრო მოუხდება, რაც ის არტყელა, ვითარცა ქალცედონი ან რაღაცა ესე რომ იყოს თქვათ, ან ვითარცა სარდიონი. ქალცედონისკენ ვიხრები უფრო. კუში კაი აქვს. კუში მსუყე. პრაქტიკულად სამჯერ მეც იგებ, ვიდრე გააკ. კი. ერთი კითხვით. ერთი კითხვით. ჟღერადობაც მომწონს სიმართლე გითხრათ ამ ქვის და ახლა ისეთ საკითხებზე მსჯელობს ტახტიც ის არტყელა მოუხდებოდა ქალცედონი ჩემი აზრით ამ ყველაფერს შედარებისთვის ჩვენ რო ვიცოდეთ ეხა ეს ქვები რანაირი ფერისაა, ხო მაშინ უფრო ადვილი იქნებოდა ლოგიკურად მისულიყავით რაღაცა დასკვნამდე. სამწუხაროდ ვერაფრით გეხმარებ. შენზე ვარ დამოკიდებული მეც და ჩვენი დარბაზის და ტელემაყურებელიც. რა სიზამ? მოდი სარდიონს ვიტყვი. ვაფიქსირებ. დავაფიქსიროთ სარდიონი. კი ბატონო, შენი სამარჩიელო იყო და აჰა. ყველაზე ნაკლებად თითქოს ეს მგონია, მაგრამ სარდიონი იყოს. რაც ყველაზე ნაკლებად გონია, იმ პასუხს ვაფიქსირებ. სარდიონი. მაინც ის დააფიქსირა პატრიციულმა გიორგიმ, რომელიც ყველაზე ნაკლებად ეგონა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო. 3 2 1 სულ მოხდა. პირველი გამორიცხული ზურმუხტი. ვერ ვიტყოდი ამას ნამდვილად. მაგას ფიქრობდი რა. ზურმუხტი ფიქრობდი სოთაშორის. ვერეთიც რო ზურმუხტი შეიძლება რამდენიმე ფერი, შეიძლება დაკრავს, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ეს შანსი მაინც გამოვიყენეთ. ბატონო. ჩვენი შეცდომა შევეცადეთ რომ გამოგვესწორებინა, შანსი ახლოს იყო, ერთი ნაბიჯი გაგვეკლდა. ისევ იმდენი გაქვს, რამდენიც გქონდა. კი ბატონო. და კიდე ერთი შესაძლებლობა მოგვეცა მე და შენ რომ შევხვედრილიყავით და ცოტა კიდე წაგვეთამაშა. დიდი მადლობა. ეს იყო გიორგი ჭიტაძე. დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, გიორგის საჩუქრად გადაეცემა ჭკვიანების მზეს უმზირა. კაპი. ახლა კი დადგა ჟამი, გავიცნოთ ჩვენი დღევანდელი ცოდნეთა ექვსეული. გთხოვთ. აბა როგორ ახალ ხალხო? ხო კარგი განწყობა გვაქვს. შანსი გვაქვს ძლიერი. ბაშასე, ჩვენი დღევანდელი მოთამაშეები არიან. ლაშა ბაბუხადია, ქუთეისი. სიმონ გორგოძე ბაღდათიდან. ქუთაისიდან გიორგი ჭეიშვილი. ყაზრეთიდან სოფიო ჯაყელი. თბილისიდან ნინო ბიჭიკაშვილი. ელენე კაციტაძეს თბილისიდან გახვალ. სასიამოვნოა ჩემთან რომ ხართ, გამიხარდება რომელიმე თქვენგანი ეხლა უცბად პირველი თუ გამოვა აი აქ სკამზე ჩემთან სათამაშოდ. ამისათვის შერჩევის წესი მარტივი გვაქვს, კითხვა გამოდის ეკრანზე, 4 სავარაუდო პასუხს დაინახავთ თუ არა, შეგიძლიათ დააჭიროთ ღილაკს ხელი. ვინც ყველაზე სწრაფად გაგცემს სწორ პასუხს, ის თამაშობს პირველი. ყურადღება. ერთადერთი ნივთიერება, რომელიც გარემოში სამივე აგრეგატული სახით გვხვდება, არის 4 ვერსია ეკრანზე. ჰაერი, ცეცხლი, წყალი, მიწა. დაჭირეთ? დაჭირეთ ხელი? და ვინ იყო პირველი? გიორგი ჭეიშვილი, მოდი! გილოცავ გიორგი, აი შენ სკამი. დანარჩენებს გთხოვთ, ოთახში მიბრძანდეთ. კაი ოთახია ის, ხო? კომფორტული. და ისა, აკრაწუნეთ ჭკვიანების მზეს უმზირა. გიორგი, აბა, კაია რომ გამოხედი.
ეს არ გიკეთია, ვერა გიქვამ ვინ ახარ, ვერც იმათ ვერ ცნობ, რაღაც ბიჯაკები რო არაცვიათ. და ვინ არიან ეს შენი გულშემატკივრები, ერთი გაგვაცანი? ჩემი გულშემატკივრები არიან კახა მაჩიტიძე და დავით ლომინაძე, ჩვენი სატელევიზიო კლუბის წევრები და ჩემი უახლოესი მეგობრები. და ის დანარჩენი ორი რატო გამომიტოვე? დანარჩენები ალექსი ზაგნიძე და თორნიკე პარუნაშვილი. მაგათ მე ვიცნობ კარგად, სხვათა შორის. მეც ვიცნობ, ეგენი აქ დამიტოვე და ჭკვიანები გავიდნენ ოთახში. ბატონო. მიბრძანდით ბატონებო. ესე იგი, ძალიან უცნაური ამბავი დაგმართნია. მინიფეხბურთს რო თამაშობდი და კარი რო დაგეცა. ხდება. რაო ექიმა რა გვინდაო? ექიმა თუ ასე განმეორდებაო, ტვინიო ქაშად გადაგექცევაო. და გამიმართლა რომ მე უკვე პრევენციის ზომებს მიმართავდა. ხო, აღარ ფეხბურთს მაინც თამაშობ. თამაშობ, მაგრამ ისი არა რომ კარი დაგეცა. კარამდე არ მიდიხარ, ახლოს შორიდან ურტყავ. კი ბატონო. სერიოზული ტრავმა გქონდა ესე იგი. ხო, სერიოზული. კათიშვა თუ მოყვა, ესე იგი სერიოზული სერიოზული ტრავმა მქონდა. ანუ ბურთი გადაგვივარდა და დრო რატო უნდა გამეცნიო? ახლა ქართველები დროს არ ვაცდენთ და რა უნდა რას ლაპარაკობ? ხარიხას ჩამოვეკიდე და თურმე ეს ხარიხა მიმაგრებული არ ყოფილა მესერზე. და წამოვიდა ესე. და კიდე კაი რომ ხელები მქონდა ეგრე და ამ ხელებზე მოვიდა ძირითადი დარტყმა და თორე ეს თლიანი კარკასი დამეცემოდა აქა და გავითიშე და პირველი რაც დავინახე წყალი შემასხეს და 15 თავი რომ მიყურებს ასე და ჭია როგორ ხარ და მე მივხვდი რომ კარგად ავარ უკვე და ამათ უთხარი რომ სად ვარ მეთქი და სუდათ არისო ჩვენი საქმე და მე ამიტომ წამიყვანეს ექიმთან პირდაპირ და ექიმმა მითხრა რომ მოერიდე ვაწიო ვერიდები მაქსიმალურად ეს შემახედე ერთი წამი არ გეტყობა რამდენი უნდა მომიკო რა ვიცი 25 ლარი 1000 1000 25000 მიზეზი მაქვს უ 100-ია 25000 მიზეზი მაქვს ნამდვილად ხო და მომიწვიეთ არ ვინანებო ესე გიწერია ხო და ნახოთ ახლა ვინანებ თუ არ ვინანებ რა ვიცი ესე იგი თითო მიზეზზე თითო ლარს გაძლევ კი ბატონო კი ბატონო შემიძლია ცოტა მეტიც მოგცე ჩვენი თამაში ამის საშუალებას იძლევა ძალიან კარგი 25000 ლარი ან მეტი მეტი ეგ სიტყვა მომწონს ესე იგი ჩვენი თამაშის წესები არის ძალიან მარტივი 13 შეკითხვა გვაქვს პირველი 5 შეკითხვა პირველი ეტაპია რომ გავშინაურდეთ და შენ ეგ არ გჭირდება ხა მაინც ტელეპროექტებში მონაწილეობის მიღება S ნაჩვევი ხარ პირველი 5 შეკითხვა გარანტირებულ თანხას იგებს მეორე კიდე 5 შეკითხვა ანუ მე-10 შეკითხვაც გარანტირებულ თანხას იგებს და სამი ღარჩება ურთულეს ეტაპზე შენთვის ადვილია არაფერი არა ადვილი ამ ქვეყანას პირველი ეტაპი არის შენთვის ადვილი იმედია ხო იმიტომ რომ მარტივი კითხვებია კი ბატონო გასამხნევებელი და იუმორი არ გაკლია და აგერა ვიღლიცინოთ პატარა. ვიღლიცინოთ. სამი დახმარება გვაქვს. მეგობრის, კომპიუტერის და დარბაზის. შეგიძლია სამივე ერთდროულად გამოიყენო, შეგიძლია არ გამოიყენო საერთოდ. მადლობა. და ისე წააგო, რა პრობლემაა? არაფერი. ან ისე მოიგო. რაც უფრო საინტერესო ვერსია იქნება შენთვისაც და ჩემთვისაც. იმიტომ რომ ამ თამაშს დახმარებები დამჭირდება, დახმარებების გარეშე ვერ. შეიძლება არ დაგჭირდეს. რა ვიცი. ნუ ხარ განწყობილი იმისათვის რომ დახმარება უნდა გამოიყენო. არა, ერთადერთი ვისაც ჩემი ჯერ არის ჩემი მეუღლე და ის მეუბნება მაგას და მეორე თქვენ აგერ რომ მოიგებო და. მოიგებ. შენ მოიგებ. მოიგებ თვალებში მიყურე. აი თიც რომ დავატყლაშუნებ, შენ დაიჯერებ რომ მოიგებ. მოიგებ. მართლა დაიჯერა. ჩვენ ვამტკიცებთ რომ წოდნა ფულია. ანუ როგორც მივხვდი, წეგან ამბავს რო ყვებოდი, ჭიას გეძახიან. დიახ, ჭიას. ეს რო ეგრე მოგმართო რა უჭირს? არაფერი. უფრო გაიგებს შინაური რომ mind blowing-ია, უკვე აიყოლია და დუტას ახლა მაგაში ვერ აჯობებ რა. არ ვიცი, უკვე შეჭამა დუტა მე სჯობოჩა. რას უწოდებენ ქვეითა გზაზე გადასასვლელს? A. კუს 20 ლარი B. დიახ. ლეოპარდს 10 ლარი C. ჯიხს გადადი ჯიხსე რა. გადადი ჯიხსო შვენიერია. ან გადადი კუზე. კუზე არა, იმიტომ რომ კუ ნელა დადის და იქ 20 წამი ან 28 წამი ინთება სულ. მაშინ გედაირბინე ლეოპარდზე. ლეოპარდზე მშვენიერი ვერსია თან ათიანია. გედაი ჭიხვინე ზებრაზე. ჭიხვინებს ნეტა ზებრა? რაღაც ხმებს გამოცენს, მაგრამ რა შეიძლება ამ ხმებს უწოდო არ ვიცი. ცხენური არ არის ეგა? გავს. ანუ კუ ხო? არა, ზებრას მეტი აქვს ნომინალი და მოდი ზებრა იყოს. კი ბატონო 40-იანი იყოს. D ზებრა. დიახ. ურთულეს შეკითხვას გავართვით თავი მე და ჭიამ და 40 ლარი გვაქვს. პირდაპირ გამო დააფიქრე. პირველი ეტაპი გავირბინოთ უცბად, ხო? დავიდა მეორე შეკითხვა.
რომელი ნახატი არ ეკუთვნის ფიროსმანს? A. აქტრისა მარგარიტა 40 ლარი. B. ვირის ხიდი 20 ლარი. B. დღეობა ბოლნიში 50 ლარი. D. მიტინგი იმერეთში 30 ლარი. ნუ გამორიცხვის მეთოდით მივყვები და იყოს D ვერსია მიტინგი იმერეთში. არ არის არა აქვს დახატული? მე მგონი არა, იმიტომ რომ ნიკო ფიროსმანს სიტყვა მიტინგი არ ეცოდინებოდა. არ ეცოდინებოდა? ნიკო ფიროსმანს არ ეცოდინებოდა სიტყვა მიტინგი, რატო? არ ეცოდინებოდა, ის ხელოვანი კაცი იყო, ეს მიტინგები ესენი არ აინტერესებდა. ვირის ხიდზე ალბათ გადაევლიდა დღეობას ბოლნიში. ეს ვირის ხიდი რომელი ნახატია კაცო? მე რაღაცა ვიცი. ვირის ხედი მეგონა და ან ვერის ხიდი იყო. ან ვერის ხიდი უფრო. ვირის ხიდი რაღაცა მიტინგი რატო არ ეცოდინებოდა? მაშინ არ იყო მიტინგი, ესე არ ეძახდნენ? მიტინგი? პრიობას ადამიანებისას? რატო უნდა ცოდნოდა, არ ვიცი ახლა. აქტრისა მარგარიტა ვიცი ეს დღეობა ბოლნიში. ვიცით? ვიცით. ვირის ხიდიც ვიცით? ვირის ხიდი მიტინგი რატო, არ ვიცი. კაი ერთი იმერეთის აქცია ბიჭო. მიტინგი, აქცია, კაი ქუთაისური. გადადექი რაღაცა, ხა? ხა. ხო იყო ხოლმე მიტინგები ქუთაისში? კი. ფარდამჭერი და საპროტესტო, ხო? ორნაირი მიტინგი. კი. ნეტა ეს რომელი ვერსია იგულისხმება ნიკო ფიროსმანმა, როგორ მაინტერესებს. დია, ბატონო, ძალიან ჩაფიქრდი ახლა. ჩამაფიქრე დუდა. ვირის ხიდი იყოს მაშინ. რა საპარაკობ კაცო? რავი აბა. ამიყვანი ახლა, ამიყვანი უკვე. არ გინდა რა, მოარტყი ხელი. წყნარათა ვართ, მშვიდათა ვართ, რას ვაკეთებთ? ვიგებთ. ხო, ესე იგი რა გვაქვს პასუხი? მიტინგი იმერეთში. რა თქმა უნდა, D. მიტინგი იმერეთში და ეს არის სწორი პასუხი. 70 ლარი გვაქვს. ან ვერთობით თქო. ვიცი, ვერთობ. თამაშობთ. კი, გავერთო. მესამე შეკითხვა. რის მიხედვით ხდება ხისან მისი რომელიმე ტოტის ასაკის დადგენა? ნეტა. ნეტა. ბავშვობაში რაღაც გვასწავლიდნენ მახსოვს. A. ფოთლების რაოდენობის მიხედვით გეხარ და ითვლი. 60 ლარიანი ვერსია, კაი ვერსია. კაი ვერსია. ძვირი არის. ფოთლებს რო ითვლი. მაგრამ ნაძვის ყოფილა იდეალური დასათვლელი. კი. კაი, ოღონდ რომელიც იცი პატარა ნაძვიროა, ხო იცი? ის კი არა, მეორე. პატარა უფრო ადვილი დასათვლელია. ხო, შენ ბუჩქად დაითვლი და ეგ არის. 60 ლარიანი ვერსია, ესე იგი, კარგია. B. ფესვის სისქის 50 ლარი. თხრი და ჩადიხარ და ნახულობ და C. 40 ლარიანი პასუხი გვაქვს წლიური რგოლების ასაკილო დაადგინო. კი. D. წარმოქმნილი ჩრდილის საშუალებით ითვლება ასაკი. 30 ლარიანი პასუხია ისე რა. თხა არის, მაგრამ ჩრდილით ვიცი რომ შეიძლება ხარეები გაარღვიო. ჩრდილით? ჩრდილის მიხედვით, ანუ რამდენზე ეცემა ჩრდილი და თქვა სამხრეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთი. ეგ არ არის. ეგ არის მინდორში რომ მარტო ხელა ხე დგას, ერთ მხარეს მოკლე ტოტები აქვს, მეორე მხარეს აქვს გრძელი ტოტები და მაგით ირკვევა ეგა. არსებობს კიდე ქვაზე რომ ხავსი საიდან კეთდება. ჩრდილით არც ეგ არ დგინდება, იმიტომ რომ გააჩნია მზე საიდან არის. ხო. იმიტომ რომ ასე დადის ეგა, გაიგე? მაგრამ ზოგს ეგონა რომ ჩრდილოეთიდან ამოდი. საათი თუ იცი კი? ზოგს ეხლაც გონია. ეგონა კი არა, რამდენს გონია. რო იცოდე? ჩრდილოეთი. ვაი. ანუ C. ბავშვობაში, ანუ ეს რგოლები დაგითვლება და ბოლოში რო წვილდება, იქ კარგად არ ჩანს, გაიგე? არა. შუაგულში. კი, ბალახონში არის ქუთაისში ასაფეხურიანი კიბეები და რამდენჯერაც არ უნდა დაითვალო, ხო? ანუ ერთი და იგივე შედეგს ვერ ღებულობ რა. ასაფეხურიანი კიბეა, მაგრამ ხანდახან 99 გამოდის, ხანდახან 103. და მე ალბათ საშუალო არითმეტიკული ალბათ რამდენსაც რატო გზაში რაღაცა საინტერესო სანახაობებია ყურადღებას? არა, იმიტომ რომ ქუთაისლებს მარტო სიარული არ გვიყვარს და მეგობართან ერთად დავდივარ და არ თქვა რა მე გეუბნები. კარგი მან დასვლა. განათებული ხო არის მწვანე? კი. მაგდროს თვრალი ცოტა ჩარტყული ქუთაი მარტო რო გაისეინო. ხო იქითკენ დალია და გამოისეინია კიდე და წევედი ახლა ავალ მე ზადგურისკენო და ადიხარ და უყვები ზევით და ითვლი. მარტო. მარტო. ერთობი.
აი აქ მიყვარს ქუთაისი. აბა, წე. ცე. გვაქვს 40 ლარიც, ჯამში გამოვივიდა 110 ლარი. კარგია, სამ შეკითხვაში 110 ლარი. თან ძირითადად მე ვლაპარაკობ, რა გენაღვლება? ფულს ეს იგებს, მე ვლაპარაკობ, ეს იგებს ფულს. მე 4 შეკითხვა. როგორ ითარგმნება სიტყვა სიტყვით ინგლისური ტერმინი know how? აი, სადამერხა მე. ოღონდ ეს სხვანაირად უნდა ვთქვა, ხო? know how. არა, არ გინახა, ჭია მოიცადე. ვიტყვი. კი. ნახე? როგორ ითარგმნება სიტყვა სიტყვით ინგლისური ტერმინი know how? Oh my god, boo. ვინ ბადებულო? God, boo. გადებულ? God, boo. სიტყვა სიტყვით. არა house-ს 60 ლარიანი ვერსია მომეწონა B. აუ, არა. 40 ლარი. C. აი, ვიცი როგორ. აი, ვიცი როგორ. არ თუ როგორ ავთქვი. აი, ვიცი როგორ. 50 ლარი და D. ახლავე, ჩქარა. ქუთაისში ეს B ვერსია როგორ იქნებოდა, იცი? აუ, რა. აუ, ვიცი როგორ. ვიცი როგორ. ვიცი როგორ. ვიცი როგორ, C. 50 ლარი, 160 ლარი გამოვიდა. მეხუთე შეკითხვა. ეს არის ხოლმე იუმორით გაჯერებული საერთოდ. ამაზე სპეციალურად თქვენი კოლეგები მუშაობენ, რომ ეს შეკითხვა მივიღოთ ხოლმე რა. ნახოთ, როგორი მუშაობს ნახოთ. ცდილობენ. აი, ნახოთ, აი შეგვიფასეთ რა მაინც, ხო? თუ შეიძლება კითხვა იუმორშია გადაწყვეტილი და ნახოთ რა გამოგვივა. აბა, მეხუთე შეკითხვა. რომელ ქვეყანას არ ესაზღვრება საფრანგეთი? ჰა? ვით? აღიარე. ჰა, ხوارი? კარგი მშვენიერია. ვიცოდი რომ დამაბნეველი იქნებოდა რაღაც. ვით, აი, ნახერხი მიაყარეთ ცირკია რა. გუგუდუნ, წრეზე, ცხენი, ამ დროს. და იქ ის ესე გუგუდუნ, ეს გასცემოდა. ბელგია არ ესაზღვრება საფრანგეთს. 80 ლარად. B. პორტუგალია 50 ლარად. C. შვეიცარია, კი რა. აი. D. ესპანეთი. რა მე ვიცი რომ პორტუგალიას ესაზღვრება მარტო ესპანეთი. შუათო? ავე, ასე აქვს მოწყობა. იყოს პორტუგალია. იყოს პორტუგალია. იყოს რა. გავრისკოთ ხო იყოს. B. პორტუგალია. და 50 ლარის დაუმატეთ 210 ლარი გამოგვივიდა ჯამში. მშვენიერი გარანტირებული თანხაა, გილოცავ. აქედან უფლოდ არ გიშვებ. ეხლა მეორე გარანტირებული თანხისთვის ვიბრძოლოთ და ამისათვის რა არის საჭირო? მეორე ეტაპზე გადავიდეთ. კაი, მორჩი ეხლა რაღაცა ზედმეტი ბლა-ბლა-ბლას. დავიწყოთ სერიოზული თამაში. ზოგადი კითხვების ტური. წარმატებები შენ. მადლობა. მეექვსე შეკითხვა. ცხოველთან რომელ ტიპს მიეკუთვნება ვაზის ლოკოკინა? A. ნაცვლად ღრუიანებს 250 ლარი. B. მოლუსკებს 100 ლარი. C. უმარტივესებს 200 ლარი. თუ D. ფეხსახსრიანებს 150 ლარი. ლოკოკინა არის? ლოკოკინა არის მარტივესი რა. ფეხსახსრიანი არ არის. არ მიყვარს ეს. ვაზი მიყვარს, ლოკოკინა არა. და ასე ერთად როცა ხვდებიან კიდე მაბნევენ ყოველთვის ვაზის ლოკოკინა. სხვათა შორის არ არის ცუდი ფრანგული ვაზის და იგივე ფრანგული ვაზის ლოკოკინა ერთად თან მithumetes ძალიან კარგად ამზადებენ ნაღებში. და შატო მერსერი 1882 წლის მოსავლის. ალბათ მოუხდებოდა, არ ვიცი, არ მაქვს და არც მე არ მაქვს. და მე მგონი არც არსებობს ესეთი ღვინო, არ ვიცი. ისე შატოს რაც არ უნდა მიამატო ღვინო გამოდის. ხო. ანუ ფეხსახსრიანები არა, უმარტივესები არა, ნაცვალღრუიანები ნაკლებად და მოლუსკები დამჭა. გადაგჭა? მოლუსკები.
მოლუსკები დაგჭა. ასლავიანი პასუხი B. ვაიმე? ეგრო დავაფიქსირო რა მოხდება რო არ ვიცი. არც მე არ ვიცი. კოპინა უმარტივესია. შეგახსენე მაინც გიპნოზი? ეხლა შენ გჭირდება რა იცი ერთი ხუთკაციანი გუნდი ხო. და ერთი კაი ჩხუბი შიგნით რა არა ბიჭო არა შენი აბა ეს ის არის ვიღაცა რაღაცა სიტყვის და ეხლა შიგნით რა ხდება იქ ორნის ხედან გაიგე? იქ რა ხდება ვიცი? ერთმანეთს უმაგრებენ ზურგს. ო რა ენაღლებათ? ორნი არიან და აქ მე და შენ ვართ და თან მე და შენაც ისე ვართ რა ვერ გეხმარები. ხო. ნასლაბრუიანი შეიძლება თუ ვაზისაა გამოდის უნიჟარო გოგინა სახელიდან ანუ ღრუნაწლავი აქვს. ღრუნაწლავია. ნაწლავი აქვს ღრუიანი. ამას ვაფშე ნაწლავი აქვს. ვაზის ლოკოც. საინტერესო შეკითხვაა. უმარტივესები რომლები არიან? ამება ესეთი ეგეთი ვარიანტები რა. ეს ერთუჯრედიანი. ერთუჯრედიანი. ხო. ლოკოკინა ვაზისთან ერთუჯრედიანი არის? არა მგონია, რატომ ვაზის ლოკოკინა ხო პატარა არ იქნება და ვაზის ლოკოკინა ხო იცი რომელია? რომელი? ვაზეროა. რო იჭმევა? ნაღებში დამზადებული თქო, კაია ფრანგულინოსთან ერთად. აი ეს ანუ ნამდვილად ლოკოკინა რა აგერ აქ ხდება ქუჩაში, კაცო რა გჭირს შენ? ხო. აი მრგვალი როა და რო დადის და დასლიკინობს. ხო. ნიჟარა რო აქვს და შეგიძლია რომ გამოვახომე. ხანდახან გამოსულიც მინახავს ხეზე. ხო, ეგრევე მე ხო მეც მინახავს გამოსული ხელი. უი რა კაი რამე გამახსენდა, გავახსენე რა არის საერთოდ. ვაზის ლოკოკინა, აჰა, ეგ არის. ეხა გადაწყვიტე ეგ რა არის. ფეხსახსრიანი არ არის. არ არის ყოჩახ, ნახე. ფეხსახსრიანი არ არის. ანკელა რაღაცა რომ ფეხსახსრიანი რომელი ვიცით ჩვენ? უმარტივე ფეხსახსრიანი აი ეგეთი რაღაცები. კარგია, მერე უმარტივესები გევიხსენეთ. ხო, უმარტივესები არ არის. ნაწლავღრუიანები. ნაწლავღრუიანი, რატო ნაწლავი ამას არ აქვს, ღრუ ამას არ აქვს, რა ვიცი. ანდასკვნებს აკეთე. ნაწლავი ამას არ აქვს, ღრუ ამას არ აქვს. ხეზე მოლუსკს რა უნდა ეგაა ცოტა თემა რა. ხეზე არ გინახავს მიწებებული ფოთოლზე? ვაზის ფოთოლზე მიწებებული ლოკოკინა. კი, მინახავს. წავიყვანო, აი წავ კახეთში წაგიყვან რა. სოლოური მყავს კახეთში. მით უმეტეს მე გაასეინეთ სიძე ბიჭო ვენახში ხანდახან. მარტო რო ასმევთ, რას ერჩით? წვადისეწვა ჩემი სპეციალობა. წვაცა წვევინებენ, თან ამას აპახავებენ კიდე, გაიგე? წვაც ამას აწვევინებენ. გაასეინეთ ბიჭო თელში რაღაცა კენით ეს. ლოგოკინა არ დაგიყრია ბიჭო, არ გიჭამიარეთ. არა. რას ამბობ? ვაი. არა, გასტრონომიაში სხვა მისწრაფებები მაქვს და იცი რა არის? კი, ვიცი რა არის. არა. საჭმელად გეუნებ. საჭმელად არ ვიცი. აუ, ძალიან გემრიელია, ოღონდ არ ვიგონებ არაფერს. საოცრად გემრიელი გამოდის. ჰე, აბა? მოლუსკები. B, მოლუსკები. დავაფიქსირებ მაშინ ამ პასუხს. აბებას ბიზაშვილი რო არ არის ვიცოდით. კი. გვიხარია მე რა გინა, ეგ არის. გილოცა? მადლობა. 310 ლარი გვაქვს. იბნევი აქა მარტო ესე? 6 კაცი მირჩევნია თამაშის. 6 კაცი კაია კი. მოდი აბა ვნახოთ მეშვიდე შეკითხვა, რომელიც გაგვიორმაგებს ამ თანხას და გვექნება 620 ლარი. პირდაპირ აორმაგებს და იღბლიანი მეშვიდე დავარქვით რა. რომელი ენის დიალექტებია ირონული და დიგორული? ა. იზმაგური? ირონ არიან ოსები, ხო? ირონ. ირული? C. აფხაზური თუ D. ოსური? ირონული, დიგორული. არ ვიცი ახლა, მაგრამ ლოგიკურად დევერსიისკენ მივდივარ, ოსური. დავაფიქსირო D. გორი ახლოსაა მაინც. რა ვქნათ? დიგორული. ირონული და დიგორული. ერთ კაიში დამატებით შეკითხვას დაგისვავდი და უცად დაგილაგდებოდა ყველაფერი, მაგრამ არ ძალიან მოხმარება გამოდის. ესე იგი. ხო, რავი, ახლა ირონული. ხო, ისე. აი, ირონული ირანი რაღაც ოსეთი დარიალან, რაღაცა ეგეთ თემა. უფრო რაღაც ოსურისკენ მივდივარ.
შემიძლია დავაფიქსიროთ D. ხო რა. აი მეგრული ნახდათ არ არის დიალექტებია ეს ირონული, დიგორული არ გამიგონია, აი აფხაზური არ ვიცი. ლოგიკურად არის რომ აი გორი დიგორული რახანურებია ოსურისკენ უნდა წავიდეს რა. თან ირონული. კი მინდოდა დახმარება არ გამოგეყენებინა, მაგრამ ხუ არ გინდა. მაინც შეგახსენებ მე-7 შეკითხვაზე ვარ, პრაქტიკულად ამ შეკითხვის ნახევარზე მეტი გავლილი გვექნება და აი ხავარ ჩუაში, აი ესე ვარ. ხო. 13 შეკითხვაზე ვერ ყოფ. რავი, როგორ არის თუ დაიცი? აი ირანთანაც ვაკავშირებ თვითონ ირონულს, აი გორთანაც. განარჩენებთან ვერ ვაკავშირებ ვაფშე. ვერც სვანურთან, ვერც აფხაზურთან, ვერც მეგრულთან. არ მინდა რა რაღაც შეიძლება ახლა ისე გამომდის, მაგრამ დახმარები გამოვიყენო არ მინდა, შეიძლება ვინანო. აფხაზურზე არ გამიგონია, სვანურზე არ გამიგონია, მეგრულზე არ გამიგონია. აი ოსური, უფრო მოდი ოსური რა, გორი მაინც ირონული. ვაფიქსირებ. არ ვიყენებ დახმარებას. არა. ოსური. D. რომელი ენის დიალექტებია? ამ თავად დიალექტებზე რომ მსჯელობ. არა, ნუ სვანური ვითომ ლინგვისტიკაში ქართული არ არის? კი, არა, სვანური ენა არის, რომ ცალკე და რაღაცა. რომელიც რომ თავის დროზე მეგრულთან ერთად გამოიყო, ოღონდ. ჯერ სვანური და მერე მეგრული, ხო? სერიოზული დისკუსია მიდის მაგალითად დღემდე სვანურის სტატუსზე რა. აი დიალექტი არის თუ ენა არის და მე მგონი ახლა აი უფრო იმისკენ მიდის. აფხაზური ენა რაღაც კონსტიტუციაში წერია რომ აფხაზური ენა არ არის. ყველა ენა აქ რაც წერია, ყველა ენა არის ეგეთი. ჩვენ გადაცემაში. ბევრ აფერზე ვლაპარაკობთ. კი ბატონო. საინტერესოა. აი ჯერ ეს პასუხი იყოს ოსური და მე ეს აფხაზური რავი, სიმართლე გითხრა. აფხაზური ენა არისო და კონსტანტინემ თქვა იმ ენას რა უთხარიო დამწერლობის შემქმნელი რომ ცოცხალი ყავსო და ირონული დიგორული არ ამგონია იქ რო იყოს. მაგას დაუწყია კონფლიქტი. ხო რავი, იყოს ოსური რა დაფიქსირებული არაფერს ვერ შევსვით. ნახოთ სწორი პასუხი. დახმარება არ გამოვიყენეთ. 3 2 1 ია! ოსური. ოსური. ეხლა შენც იფიქრე, უკვე დავჭირდებით. ითამაში, გაიგე? უკვე დავჭირდებით. მიგებთ. აბა რა. მერვე შეკითხვა. ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე აღმართულ კოლონაზე მდგარი ჰორაციო ნელსონის ქანდაკება შემოსაზღვრულია A. 4 ზარბაზნით 300 ლარიანი ვერსია B. 4 ღუზით 500 ლარიანი ვერსია C. 4 ლომით 400 ლარი და D. 4 კალთევზით. ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე აღმართულ კოლონაზე. ანუ 4 კალთევზა აქ შეიძლება კოპენჰაგენში იყოს. კოპენჰაგენში იქნებოდა და ლონდონში არ იქნება. კი, მართალია, ახლა ნელსონი ადმირალი იყო და აი ღუზაც არა. აი რატომღაც მახსოვს ლომი. რატომღაც. თავიდანვე აი სანამ ვერსიებს იტყოდი, აი ლომი ვიფიქრე თავიდანვე რა. იმიტომ რომ ზარბაზანი მართლა არ მახსოვს. ეგ მახსოვს, რაზეცა შავი კოლონაა, ესეთი ჰორაციო დგას ზევიდან. და ლომია მაინც იმპერიის სიმბოლოა. ბიჭო, ზარბაზანი და ღუზა თანაბარი შანსია, რომელიც იყოს. გემს ზარბაზანიც აქვს და ღუზა. თანაბარი შანსია გემს ღუზასა და ზარბაზანში. მაგრამ კი მიესადაგება ნელსონს. სადღაც აი მეხსიერების ძალიან სხვენში კეთან მოდის ასეთი რაღაც სიგნალი, რომელიც მეუბნება რომ ლომიაო. რანაირად დგას ეს კაცი გამახსენე? ეგ ჰორაციო? ეს დგას, კი, ეს დგას ესე. და როგორც წესი ახლა ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ აი მუღამი ექნება თუ მაგალითად პაძორნატრობაში
შეიძლება არც იყურება, მაგრამ თუ იყურება, არც ეგ არ იქნება დანაშაული. ესე ხო არა დგას? ხო. და გარშემო რა არის? ლომები. გარშემო. კალთებზები არა. ცოლი ეჭვიანები, ახლა კალთებზები რო ნილსენის. არა. რა ვქნა? გული მეუბნება რომ ლომი თქვიო, ჭიაო და ზარბაზანი არ თქვაო. გეძახის ესე კი კი, შირია. მეძახის, ხო, მეძახის. აგვისტოსში ხო არ ახარ დაბადებული შემთხვევით? არ მაისში. მაისში, ესე კი არ არის ლომი. არა. ხუსა არის ოდიახი. ზოდიაკოთი ხუზა. არც თებერვალი არ ახარ რო ხო, კურო ვარ და კურო უფრო ლომს გავს რა, აი ზოდიაკოთი, კურო ეხლა ღუზა ხო არ იქნება? კურო არ იქნება. კურო ღუზა არ იქნება, მეც ასე მგონია. თან ის ღუზას მოხაზულობა ნანახი მაქვს, როგორც იმ ვაზის ლოკოკინას და რა საბაზანი კი კარგია, ხმას გამოცემს რაღაცა, მაგრამ რატომ უნდა გამოცე ხო? ანუ ესე რომ კახარ და ასე რომ იყურები და კი, კარგია. 4 მიმართულებითო. კი, 4 მიმართულებითო დავანგრევთო ყველასა, ხო? მაგრამ არა, ლომები მოდივარ თუ ლომები არა? მოდივართო, ხო? არა, ლომები მოდიან ლომები, რა ვიცი. ლომების პარადი ხო? წევედი 4 მხარეო, რა ვქნათ? ლომი მინდა რო თქვა. მე თქვი? ანუ სარბაზანი და ღუზა ისეთი ვერსიები აქ ვერ გამოვლისხო ვერსიც რა ორივე ისეა. არც მე, მაგრამ ლუმინაძე მონკლავს მე რა იქ რო შევიდე და მაჩიტიძეც რო მათ მეტი უნდა თუ უფრო. სახით არ უნდა. რა ვქნა, დავაფიქსირო 4 ლომი? ცე 4 ლომი. ოთხასლარიანი პასუხია 4 ლომი, გაიგე? აუ, ამას არ მივაქციე, ყურადღება. 1 ლომი 100 ლარი. ერთწამი ფული მაქვს ახლა მეც გასაკეთებელი. რამე რომ მოიგო შენ ან სხვა ვინმე ხუნა მივცე. პეტრე ფულს გავაკეთებ, ხო? კი ბატონო. რეკლამა უცბად რა. მაშასე დაგიბრუნდით პატივცემულო ტელემაყურებლებო, ნახეთ რა კარგ ხასიათზე ვარ, რეკლამა გქონდა, ცოტაოდენი ფული შემოვიდა პროექტში და შესაბამისად შეგვიძლია გავცეთ რა გვენაღვლება. ჩემზე? თუნდაც ესე იგი დასმული იყო მერვე შეკითხვა ლონდონში ტრაფალგარის მოედანზე აღმართულ კოლონაზე. ჰორაციო ნელსონის ქანდაკება შემოსაზღვრულია 4 ზარბაზნით, ღუზით, ლომით თუ კალთევზით. 400 ლარიანი პასუხი ავარჩიეთ. სწორი პასუხი, ვინც მოასწარით რეკლამის დროს, ალბათ ინტერნეტში უკვე მოიძიეთ ეს ქანდაკება და ნახეთ, რომ სწორი პასუხია დახმარებას გთავაზობდიო. იქ ბიჭები ნერვიულობენ. მეც. იციან თან პასუხი. ისინი ორნი არიან, უფრო მეტი ერთმანეთს უმაგრებენ ცოდნას და მე აქ მარტო ვარ. ორნი კი არ არიან. ხარმა დაუდერო შეიძლება ქარიშკუაზე გადავიდე, კი არა? 7 არიან იქ, წარმოიდგინე და კიდე ანიზის, კიდე ჩვენი ციცქნა. ჩვენი გენიოსი ციცქნაზის იქა იმანიცოდა ამაზე პასუხი, იმიტომ რომ მაღალია და კარგად ხედავს, ქანდაკებას პირდაპირ უყურებს ეს. აი, დუტა მე მარტო ვარ, პარასკევაც არ ამყავს და რობინზონი ვარ ერთი. მე ვიქნები შენი პარასკევა. 4 ლომი. 4 ლომი დაფიქსირებულია. კარგი, მაშინ 4-დან დავიწყებ უკან ათვლას, იმიტომ რომ დავითვლი ხოლმე მე აქ დარბაზში არასწორი პასუხის შემთხვევაში სიწითლე იმატულობს. სირცხვილისაგან წითლდება აქაურობა. მეც მაგდა მე მარტო ვარ არასწორი. 4 3 2 1 აკეთენ კიდე ვიღაც ჭიანების ხედან 1-2 ცალი და კი, უყურებ დარბაზში არიან კი. ხო, და იქ უხაროდათ ეგრო დააფიქსირეს ყათაშორის. 1020 ლარი გაქვს ჯამში. დიახ. უკვე კარგია. მე-9 შეკითხვა და არც ერთი დახმარება. ანუ 2 კითხვა დარჩა. 2 კითხვა დარჩა. всё, ითამაშე ახლა რაღაცა კენი. ხო? რაღაც რა უნდა მექნა. რომელი შტატის დევიზია ამერიკის გზაჯვარედინი? A. ნებრასკა 500 ლარი, B. დელავერი 700 ლარი, C. კოლორადო 600 ლარი თუ D. ინდიანა 800 ლარი.
ახლა გზაჯვარედინია ცენტრში უნდა იყოს. დელავერი არ იქნება, ამიტომ რომ დელავერი ოკეანის სანაპიროზეა. კოლორადო მაინც კოლორადო უფრო აქეთ არის. კოლორადო მექსიკისკენ არ არის ქვევი? ან ინდიანა, ან ნებრასკა. აჰა. ინდიანა კია ცენტრში. ხო, მაგრამ ერთი რამეა, ხო შეიძლება რომ ეს რო ადრე დაარქვეს. კი, ადრე მაგიც ყველაფერი შეიძლება, კი. ცოტა აღმოსავლეთით არ იყოს თქო, რა ვიცი. ო, რა დისპოზიცია შეიცვალა მაშინ. ანუ 13 რო იყო. როგორ ჟღერს ინგლისურად ეს? არ ვიცი მე ინგლისური ბოდიში. ჩაჰარ რაჰარის სპარსულად. 4 გზადაა ეს ინგლისურად. რავი, მოდი ეს ისეთი სიტუაცია რომ კომპიუტერის დახმარება ხო არ გამოვიყენოთ. კომპიუტერის შეიძლება წაგვიშალოს 3 არასწორი პასუხი. 3. აქედან რო აბავ, ხო იცი? კი, მე რო ვაკვირდებ თუ და როგორ აიცი? 3 შლის მაგალითად მე-5 შეკითხვაზე ან შეიძლება მე-4-ზე, მე-6-ზე. მართლა? შეიძლება წამიშალოს 3? პროგრამა, ხო იცი? ხო მაგას ხო, პროგრამა. რას გოუგებ? დელავერი არის პირველი შტატი, ხო? დელავერი არის პირველი შტატი. კომპიუტერის დახმარებას ვიყენებ და კომპიუტერს თქო წაგვიშალოს რამდენსაც ჩათვლის საჭიროთ იმდენი არასწორი პასუხი. 3, 2, 1. კოლორადო, ინდიანა. შეიძლება თქვი ან ინდიანაო, ან რაო? უფრო ინდიანა მგონი. ან კოლორადოში ვიცი? ასპენი ვიცი და სარაკეტო ჯარების შტაბია იქ. საჯვარედინი არა. კოლორადოს. ინდიანა შეიძლება რომ იყოს. აუ, ესენი რა რეებიცია რა მათოაზე ხარ. რასად როდის მოთამაშეებს გულისხმობ პატრიციო ტელემაყურებლებო, მაინც შეგახსენებთ რომ მაგას ვეთამაშები ხა. ინდიანა. კარგი ბიჭია ესა. გული მეუბნება ინდიანას. კონტროლკა იყოს, ბარე. მიდი საკონტროლო. ხო. გამოვიყენებ კიდე ერთ დახმარებას. რას ლაპარაკობ? ხო, აბა რა ვიცი ახლა. მეცხრე შეკითხვაზე? წესით ინდიანა უნდა იყოს თუთა. წესით ინდიანა უნდა იყოს. იმიტომ რომ მე და შენ ესე გადავწყვიტე. გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხო, მეც რატომ რაღაც იქნება არ არის ეს გეოგრაფიული მდგომარეობა მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში და სულ სხვა რაღაცის გამო მოიგონეს ამ რომელიღაცა შტატში ამერიკის გზაჯვარედინი ვართო ჩვენო. ძმაო. დევიზებია, კი. ანუ დევიზი რა შეიძლება ყველა ჩადიოდა ამ ოქროს რაღაცა ძებნად და იკვეთებოდა. ანუ რა უნდა უთხრა ვიცი რა. თამბეჭდავი იყოს, ანუ რო ანუ კანონს რატო ვიღებთ? რაც არ არის პრობლემა, იმაზე კანონს ხო არ მივიღებთ? კანონი პრობლემა კოლორადოა. ანუ კოლორადო თუ არის სანაპიროზე, ხო შეიძლება უნდა რომ იყოს გზაჯვარედინი და ამით ამტკიცებს, გაიგებ? მოდი დარბაზს გამოვიყენებ, მაშინ და всё. დარბაზი თუ ბიჭები? დარბაზი ბიჭები მერე უფრო. დარბაზში თუ იცით ვინმე პასუხი, ხელი აწიეთ. 1, 2, 3. ბატონო? მობზანდით ბატონო ჩემო, მოდით სეხნია. აი მიკროფონი, თქვენ გეთაყვა. გაგვეცანით თუ შეიძლება? მოგესალმებით, დიმიტრი კიტოშვილი. ძალიან სასიამოვნო ბატონო დიმიტრი, როგორ ბრძანდებით გეთაყვა? მადლობთ. რაღაც რო არ გაცვიათ ისე ხერო შეჩეული ვარ. ისე ვერ აქცნობთ რა ადამიანებს შორიდან და ახლობდან გიცანი, როგორ ახლა? კარგად, რა დიდი მადლობა. ნუ დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ დიდი ალბათობით, ძალიან დიდი ალბათობით ეს უნდა იყოს ინდიანა, ვინაიდან პირველი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ინდიანა გაცილებით უფრო გზაჯვარედინია რეალურად ამერიკის ვიდრე კოლორადო. კოლორადო მდებარეობს შედარებით ჩრდილო-დასავლეთით და არაფერი გზაჯვარედინთან საერთო არ აქვს, ასე რომ მე მხარს უჭერ ინდიანას ძალიან დიდი ალბათობით. დიდი მადლობა დიმიტრი კიტოშვილს. დიმიტრი, შენი ვერსია სწორი თუ იქნება, 100 ლარი ჩემზეა. ეხლა ვნახოთ დარბაზი რას ფიქრობს. მოიმარჯვეთ პულტები თუ შეიძლება და თუ ემხრობით დიმიტრის ვერსიას ღილაკი A თუ არ ემხრობით, მაშინ ღილაკი B. მარტივია. წავიდა დრო. სახლიდან რო უყურებდი ინდიანას ვიტყოდი უეჭვით. ეგრევე, ხო? ეგრევე. მომეტალურად. ეგრევე ითამაშო აქაც. დელავერი ვაფშე ამოვარდნილი იყო თემიდან.
არა, ისეთი არგუმენტები თქვა, ეხლა ძიმამ ჩვენ აქ ეგ არგუმენტები არ გვიქვთ, რა და ანუ ჭიასაც არ უთქვამს. რამდენი პროცენტი ემხრობა 80% 20-ზე. რატყვილად გამოვიყენი არის ეგა? ეს რა იყო? ალბათ, ხო, ეგ. ძალიან არ მიიტყა, ხო იცი? ძალიან არ. არ შეიძლება იქ მაგიგძალა. ქაში აქვს პოტენციურად. ენდობი დარბაზის უმრავლესობას და დიმიტრი კიტოშვილს. 100%. თუ იმ 80%-ით კი არა. აბა, 80-20 დავუმატო კიდე. არასაც რო დავამატებ, იმ 100%-ით ვენდობი. ვაფიქსირებ. ვაფიქსირებთ ვენდობით დიმიტრის და ვენდობით დარბაზს. ვენდობით დიმიტრი კიტოშვილს და ვაფიქსირებთ დ ინდიანა. მადლობა დარბაზსაც, რა თქმა უნდა, თქვენს გენდობით ამ შემთხვევაში. თუმცა პასუხი შენს გქონდა. ხონდა. 100 ლარი მაქვს შენი ვალი, დიმიტრი. ორი დახმარება ძალიან არის რა. მოძრავე, მედი. მედი. არ შეგვარცხნი. აუ სპორტიდან გამოუშვი რამე. პუტარკეს თქმით, რჩევა რომ მოქცეოდა ბარბაროსებს, როგორც მხეცებს და მცენარეებს, ალექსანდრეს მისცა ა. ფილიპემ 700 ლარი, ბ. არისტოტელემ 600 ლარი, c. ოლიმპიამ 800 ლარი თუ d. როქსანამ 900 ლარი. ესე იგი, ოლიმპია ვერ მიცემდა, დედას ირქვა ოლიმპია და თეორიულად შეიძლება ფილიპე მამამისი და არისტოტელეც შეიძლება თეორიულად. არისტოტელე შეიძლებოდა ეგ რომ მოექეცი ბარბაროსებს როგორც მხეცეს და მცენარეებსო? კი. რატომ? ნასტავნიკ. ანუ რჩევაც მხეც და მცენარეს ერთად რატოა ეს ყველაფერი? აი, არისტოტელემ რა იგული სხვა ერთმანეთის. უფრო რავი. ფილიპე. ზატო, მარტივი ხო არ არის? მეათი შეკითხვისთვის ეგ გადაწყვეტილება. ზატო არა, ჯერ უნდა იცოდე რომ ფილიპე ქვია მამამისს. მერე? ოლიმპია არ არის, იმიტომ რომ ოლიმპია და დედა. ოქსანაც არ მგონია. კაცის რჩევა არა, გავს რომ კაცი მივიდა და შვილო ალეკო, შენ ახლა უნდა მოექცეო ბარბაროსებს, ეცეო როგორც მხეცებსო და მცენარეებს. მაგრამ ანუ რა უნდა უქნაო? რა უნდა უქნაო და რავი, რა უნდა უქნაო. ესე უნდა ველაპარაკო ხოლმე მოთამაშეებს. სწორი გზით მივყავ ხარ. და დახოცო. უნდა დახოცო? ხეცები და მცენარეები? მცენარეები არა. მცენარეები გერბარიუმში უნდა შეინახო ფოთლები რამის. ანუ ბარბაროსები შეინახეო? ხო შეინახე რა კონდეს. ჰერბარიუმშიო? კი, რა იყო. საინტერესო ჰერბარიუმი იქნებოდა. აი, არისტოტელე. წეს და დევერსიებს პუტარკე წერდა სისულელებს თავიდან ბოლომდე გამონაგოს ტიპი პუტარკეზე პარანალურ რაღაცებს რო წერდა ბიოგრაფიებს იგონა. ამათ შორის ვარ რა. ეხლა რა დაიცი უფრო ცნობილი ფაქტია რომ არისტოტელე იყო მასწავლებელი ამისი, ვიდრე ფილიპე მამა. მაგრამ სცენარეები მამა ნეგატიური თუ პოზიტიური? მე მგონი პოზიტიურად აქვს. პოზიტიური თუა მაშინ კარესო როქსანაა, იმიტომ რომ თვითონ როქსანაა ბიჭო ისა. მაგით უკვე არისტოტელე. როქსანაა თვითონ ბარბაროსი. აი ჭყონდიდელი იცემდა დავით აღმაშენებელს მასეც რჩევას? ჭყონდიდელი არ ვიცემდა. და გიორგი მეორე? გიორგი კი. ანუ ფილიპე? ანუ ფილიპე. მოდი ისევ ჩემ ვერსიას მივაწვევი მე მაინც. კარგია ეგ შე რომ გააქვს ფილიპე. მაგრამ ნახე, ხეცები და მცენარეები. ერთად. ორივე. ხო, ხეცები და მცენარეები არისტოტელეებში. მოდი მაინც იყოს და დახმარებას გამოვიყენებ და ესაა და ეს რა. აი, რომელი შემოვიდეს? კახა შემოვიდეს. ახა მოდი. პოზიტიურად თუ გაიგებ ამას ნაჩიტა, არ ვიცი არისტოტელე ან როქსანა. მეორე გარანტირებულ თანხაზე ვთამაშობთ და ბარიღა მიყოს და მე უკვე სამს რავენაირად მე და შენ გავივლით. იმედი მაქვს დამიჯერებ. იმედი მაქვს მეც. მობრძანეთ ბატონო ჩემო, აი აქედან გვერდში შეგიძლიათ ამოუდგეთ. როგორ ახლა? არა, მე უთხარი წეღან რომ ხეცებს და მცენარეებს მიაქცია ყურადღება მეთქი და რა ვიცი, ეგეთი რჩევა მივეცი ყოველი შემთხვევისთვის. ოღონდ მეც არ ვიცი, პასუხი ჩემი ლოგიკიდან გამომდინარე და წავიდა დრო, შენი გითხარი. ну ჩვენც ეგრევე მიმიჯელეთ ახლა თუ ეს პოზიტიური არის ეს რჩევა, ანუ მხეცებს და მცენარეებს უნდა გაუფრთხილდეს, ანუ ჯამში ფლორას და ფაუნას, ხო, რაღაც ბუნებასთან უფრო კავშირი არისტოტელის. უფრო ამისგან ვიხრებით. შეიძლება როქსანასაც ცოლსაც მიეცა ეგ რჩევა, რომ თვითონ როქსანაც ბარბაროსი იყო და ანუ გაფრთხილებოდა.
მაგრამ უფრო პროცენტულად რო განსაზღვროთ არისტოტელესკენ უფრო ვიხრებით ვიდრე როქსანასკენ. ოლიმპია კიდე დედას ოლიმპიადა ერქვა, ოლიმპია შეცდომი წერია, მე მგონი არა დამაბნეველი. სხვა რაღაცა დამაბნეველი. აუ ეგრევე ვფიქრობთ. დრო ამოიწურა, დიდი მადლობა კახას. ვერსია მიღებულია არისტოტელე. აუ კახა და დათო იმიტომ წამოვიყვანე რომ როცა ამ ეგეთი იქნებოდა დამეჯერებია მათთვის და ახლა არისტოტელე ბ. ბატონი ბრძანდები შენი თამაშია. რას ვაკეთებთ? იგებთ. თუ იგებთ. კიდე. არ არის სულელი რჩევა, ანუ კეთილი რჩევა, კეთილგონიერია, რომ გაუფრთხილო. ხო, თორას და ხოლოს გაუფრთხილო. გაუფრთხილება ვენდობით კახას. როგორ გონია? ბ. აუღეთ. 600 ლარიანი პასუხი დაფიქსირდა. როქსანაო, ესე იგიო, ბარბაროსი იყო თვითონოდა, ჰა? ხო, ეხლა რაღაც შეიძლება უკვე. მატრებელი სამი. ჩაიარა. 2 1 ილოცავ გარანტირებული კახა მოგებულია დიდი მადლობა კახას და 2420 ლარი გვაქვს. ეს იყო არისტოტელე. მის ასეთი ბრძნული რჩევა მისცა ალექსანდრეს. ფილიპესგან ეგ რჩევა ცოტა მიულოცოთ ადამიანს ორი ეტაპის გადალახვა, არც ერთი დახმარება არ დარჩა, მაგრამ აგერა ვარ მე და აგერ არის სამი ურთულესი შეკითხვა. მესამე ტური. აქ ნაკლებს დაგელაპარაკები, წირას არ გავფრთხილებ. გასაგებია. აქ სიჩუმე იქნება დარბაზში სრული და შენ დარჩები შენ თავთან მარტო, ანუ პრაქტიკულად ის ბოლო რო გაქვთ ხოლმე იქ თქვენი, ხო იცი? სუპერბლიცი. სუპერბლიცი, ეგ თამაში გელის ეხლა შენ. მე-11 შეკითხვა. ამერიკის შეერთებული შტატების რომელი პრეზიდენტის ინაუგურაცია გადაიცა პირველად ტელევიზიით? ნუ ნერვიულობ წინასწარ შეკითხვაზე, იმიტომ რომ ჯერ ვერსიებს დაელოდე, იმიტომ რომ შეიძლება თვითონ აგერა ვარ გითხრას, უცბად ვერსია. რუზველტი, ფრანკლინი 7000 ლარი. ბ. რიჩარდ ნიქსონის 1000 ლარი. C. დუაიტ ეიზენჰაუერი 5000 ლარი და D. ჰარი ტრუმენის 3000 ლარი. ესე იგი, ნიქსონი გამოირიცხა ყველა ვარიანტში. რატო? გვიანაა ძალიან. რიჩარდ ნიქსონი, ეიზენჰაუერი გამოირიცხა, იმიტომ რომ ეიზენჰაუერი თუ არ ვწდები 52-დან იყო და ან არის ან D. ესე იგი, ფრანკლინ დელანო რუზველტი 32, 45 და ჰარი ტრუმენი 45-48. ფრანკლინ რუზველტის რაღაც კადრები არის შემორჩენილი, ან დოკუმენტალური კადრები შემორჩენილი არის. ჰარი ტრუმენის მით უმეტეს იქნება. ან ტრუმენი მოყვება რუზველტს. ნიქსონი და ეიზენჰაუერი არც ერთ ვარიანტში არ არის. მოდი რახან ესეა ტელევიზიით რახან გადაიცა უფრო დიდი ვარიანტი არის, რომ 45 წელია ეს. თუ არ ვწდები და აი ტრუმენის ვარიანტი უფრო კარგია, რომ ქვეყანას რო უფრო მიცეს მუხტი რაღაცა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ რაღაცა ესე. დელანოს პოლიამელიტი ქონდა და ეტლით დადიოდა და აქ გარისკვა ადვილია. ხო. გავრისკო. რაზე ვისკავთ? ჰარი ტრუმენზე. ჰარი ტრუმენი. ვაფიქსირებ. ბ. თან რაღაცა ისე უნდა ვიყოს, ხო? უნდა დავაფიქსირო ეგრევე, ხო? ჰარი ტრუმენი. $3000 ლარიანი პასუხი. 3 2 1 5420 ლარი გაქვს.
გეუბნები, ჩემთვის მესამე ეტაპი გაცილებით უფრო ადვილი იქნება მეთქი, ვიდრე ქვედა ეტაპები თქვა. არ ვიჯერებთ და რა ვქნა ახლა. გიჯერებ, დუტა, გიჯერებ. რას ვაკეთებთ? დარბაზი გავამხრებეთ, აბა? რას ვაკეთებთ? ვიგებთ. წავიდა მე-12 შეკითხვა. 2008 წლის 29 მაისს პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ისრაელის ნაციონალურ ფრინველად გამოაცხადა სიჩუმე დარბაზში ა ოფოფი 7000 ლარი, ბ კაჭკაჭი 11000 ლარი, c მტრედი 5000 ლარი თუ d მერცხალი 9000 ლარი. არ მახსოვს ახლა სამ. აი რა გუში. რა ხო გუში დინეებში. ასე ქვია. ასე ქვია. 29 მაისს. უფოფი კაჭკაჭი რატომღაც არ მგონია ეგრევე. არ ვიცი, რატო არ ვიცი. ქალური ინტუიცია მეუბნება რომ გააგდევ ესენი. ტრედი უფრო კარგია რატო იცი? ტრედი რომ ისრაელთან უფრო სამეზობლო ყავს ცოტა ისეთი. ცუდი მეზობლები ყავს და არა პიკასოს ამბავში? არა, ზოგადად მშვიდობის სიმბოლოა ტრედი. ზოგადად მშვიდობის სიმბოლოა ხო, ტრედი. პიკასო მეთქვი მე ხო, პიკასო კი ესენ ყველაფერი. მაგრამ მერცხალი მომწონს რაღაცა. მერცხალი. 29 მაისი, რა ხდება 29 მაისი, რა 2008 წელი რა შუაშია. რაღაცა ამბავი მოხდა და ნაციონალურ ფრინველად გამოცხადდა. რა უფოფთან კაჭკაჭთან არანაირი ალუზიები და ასოციაციები არ მომდის. ჯობობი და კაჭკაჭი ნისერიოზნა არ შეიძლება ორივე არასერიოზული ფრინველია, ორივე ჭრელი და ორივე ხერი. კაი, მერცხალი რა ვიცი, გაზაფხულის მტრედი მშვიდობა. იგივე მარტივ გადაწყვეტილებას მიიღებ და შეიძლება რომ დააბნიოს ისინი მეზობლები. ნახოთ, აბა ოფოფზე ვიფიქროთ, კაჭკაჭზეც ვიფიქროთ. ოფოფზე და კაჭკაჭზე. კაჭკაჭებზე ის ვიცი რომ ნიუკასლის ფეხბურთელებს ეძახიან კაჭკაჭი. გუნდის მეტსახელია კაჭკაჭები. ოფოფი კიდე ერთხელ ყავს, ნანახი დედაენის წიგნში. და ერთადერთი რატომ მულტფილმშიც ყავს, ნანახი, დამიჯერე. იუბილარს მიესალმები ვიცი, ხო, ან რაღაც, მოცეკვავე ხო, კი, ოფოფები თეკოს მახსოვს და კი. ოფოფი მაინც არა რა. კაჭკაჭი რატომ უნდა იყოს ვერ ხვდები. მაგრამ ამიტომ ვიტყვი კაჭკაჭს. რახან ვერ ხვდები რატომ? მერცხალი და მტრედი? აი. შეწაიღე ესენი. აბა მშვიდობაო მეზობლები ყავს ესეთი. გაფრინდნენ ესენი. კაჭკაჭი რატომ უნდა არჩიო? კაჭკაჭი რომელია ხო იცი? ფრინველია ორი ფრთა ექნება. ფრინველია, ორი ფეხი აქვს, ორი ფეხი ექნება. თეთრები აქვს გარეული კიდე. თეთრები, ეხსო ისრაელის დროშაა, всё, თეთრები ლურჯი ექნება რაღაცა დავითი არა, ხალხი შუბურა. კაჭკაჭი არის, იცი რომელია გასო? ვიცი კაჭკაჭი რომელია? რომელია? ესე როგორ აგიხსნა ახლა დაფრინავს ესე ფრთები აქვს. всё, წამწამები არ მისი ბიძაშვილია. კაჭკაჭი? ხო? მოცეკვავე ოფოფები საბოლოოდ რა ვიცი. არა? კაჭკაჭი არ ვიცი ბიძაშვილი არ ვიცი. ამის სამეთესაოს ცუდად ვიცნობ. ცუდად არ იცნობ, გადასარევად იცნობ, მინდა გითხრა, უბრალოდ არ იცი. არ ვიცი. მე ავდგები და აი ლოგიკურად მტრედია. მტრედის აფიქსირება არ მინდა. აი ოფოფს ვიტყვი, რასაც არ ფიქრობდი, იმას ვიტყვი. არ ვიცი, всё, არ ვიცი. იფი, ოფოფი, იყოს ოფოფი, всё. ოფოფი. ჩამოყალიბდი. პირველი. საბოლოო გადაწყვეტილება. ხო იყოს, არ ვიცი. კაჭკაჭი მოპარავი რო არის, მაგია, ხო იცი? მომპარავ. რუსულად საროკა ვაროვკა ქვია. ხო, საროკა ვაროვკა. ჭკვიანი რაღაცეები უყარს. ოქროები უყარს და წრთუნიან კიდეც და დაფრინავს და სახლებიდან მარტო საროკა. კი, საროკა, ეხლა მოვედი უკვე. ყვავის ბიძაშვილი რო არის, ხო იცი? კი.
გარეწარი ხარ ჭიუს. დაშვებით ვიგებთ. აბა რა. კაი, მერცხალი მტრედი ამოვაგდეთ. კაჭკაჭი რა შუაში იყო საერთოდ? ერთხელ დღე ძალიან პრიმიტიული იყო ბოლოში პროსტა. გიცეკვე, გიმღერე, მეტი რა მეკრე ხა. პერფორმანსი კი იყო, რა. გეგონა რომ გამოვიყენე შოუს გასაკეთებლად, ხო? შოუმენი ხარ და უნდა გამოიყენო. სხვა რა გზა მაქვს? გაგეცინება, ჩემო ჭია? გამეცინება. მე-13 შეკითხვა ჩემო პატივცემულო ტელემაყურებელს. რას ვაკეთებთ? ვიგებთ. ანი, გთხოვ, მობრძანდი. მოდი. ესეც ჩემოდანი ჩვენ ციცკნასთან ერთად. მოდი ვნახოთ, რამდენს გვთავაზობს ტელეკომპანია იმედი მე-13 შეკითხვაში. შენი თამაშიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებას 25,000 კიდე რამდენი დაუმატონ. ამიტომ ნახოთ რა თანხაზე ვითამაშებთ მე-13 შეკითხვაზე. აბა რამდენია ჩემოდანში? ნოლი. აშით გავამხნევოთ ტელეკომპანია იმედი, რაც მეც გამოუშვებს მით უკეთესი. კიდე ერთი ნოლი. ბიჭო, ჰე. არა, კიდე ერთი ტაში უნდა. ტაში უნდა მეხუთე ციფრზე. კაიკუში დასვი. მეხუთე ციფრზე უნდა ტაში, მეხუთე ციფრზე. ბოლოდან მეხუთე ციფრზე. ბოლოდან მეხუთეზე ახაც კაიქნებოდა. 100. კარგია. რაღაც 100. 6. ესეც 6 და რაღაც 6100. რაღაც. ალბათ 26,000? ალბათ. თუ 36,100. არა, 26. 26 თუ 36? 46 მირჩევნია მაგრამ. 46 იყოს ჯანდაბას ჩემი თავი. 26,100 ლარი. ეს ამდენი ფული მეც მოგიდე, ამდენი ფული ერთიანად არ მინახი არასდროს. არც მე რაღა დაგიმალო. დახურიანი. ღირდა გული ვარ გაგვისდეს, მაინც ამას გული დღეს თელი დღე რაღაცებს ეუნება და რა ვიცი მე. დეფიბრილატორი არ დამჭირდეს თქო, გაიგე? იქნები ჩვენთან ერთად, ხო დაგსვა? არა, იდექი. შენ მარტო იდექი. ძიმია ცოტა. ძიმია? მომე დავიჭე. დავიკარგ მე. მე დავიჭე. შენი. მოკიდე ხელი, შენც რო გეკიდოს ხელი. იღბლიანი ხელი გაქვს. მოც მეც მოგიდებ, შევიგძნო ერთი რას. მიდი შეიგზენი, კარგი. გაია, უკვევსო, უკვე. ამ ჩებოდაში მოთავსებულია 26,100 ლარი და ამ თანხის მოგებაში დაგვეხმარება კითხვა ნომერი 13. ყოველთვის მიყვარდა რიცხვი 13. რას ვაკეთებთ? ვიგებთ. მე-13 შეკითხვა. რა ერქვა მონეტას ძველ რომში, რომლითაც სავარაუდოდ საროსკიპოთი სარგებლობის საფასურს იხდიდნენ. ბოდიშეთან. ა. სოლიდუსი. ბ. სპინტრია. C. პოლისი. თუ D. დუპონდიუსი. ასე პოლისი დავიწყებ იმით, რომ ჟღერადობით გავს ძველ ბერძნულს. ხა და ეს არ იქნება, მოდით C-ს ამოვაგდებ. სოლიდი მზე კი სოლდო კი სოლიდი სპინტრია. დუპონდიუსი.
პონდიუსი, აი სუფთა ჟღერადობიდან რო გამოვიდე. თუ პონდიუსი ან არის სოლიდიუსი, ან არის სპინტრია და გული მეუბნება რომ არის სპინტრია. ანუ ეს მე-13 შეკითხა, როგორც მე ვიცი, უნდა გამორთო ყველაფერი აბსოლუტურად და თვალდახუჭმა უნდა გადახვიდე ზებრაზე. ეს თამაშიც ხო იმისია, რომ სადღაც უნდა გაგიმართლოს სადღაც ლოგიკა, როგორც ყველა ინტელექტუალურ თამაშში და რა არის ბ სპინტრია. ვაფიქსირებ. კი ბატონო. ეს სპინტრია. მე მგონი იცოდა, გაიგე. ესე მარტივად ვერ გადაწყვეტდა, ბიჭო, იცოდა ამ ჩათლახმა და ითამაშა. მე რა, ანი გვეტყვის სწორია თუ არა პასუხი. თუ სწორია პასუხი, ანი მოგიტანს ჩემოდანს. თუ არ არის სწორი, წაიღებს. ნახოთ, აბა, 3, 2, 1, მოლოდინის რეჟიმი ჩაერთო. ვაი დედა. ხო და სანამ ანი დგას, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჭკვიანების მზესუმზირა არსებობს კაპი. გადასწარები. მაგას მაინც გაგატან. მადლობა. ყველა ვარიანტში. კაი შეკვრას გაგატან. მარტო შენ კი არა, ყველა მონაწილეს აბსოლუტურად დღეს ვინც იყო აქ. ჭკვიანების მზესუმზირა კაპი. აკნატუნე და იფიქრე. ებიჯო ანი რაღაცა გითხარ, თორე ვილაპარაკებ ხა სისულელეებს. რაღაცა გააკეთე. ვაი დედა. ვაი დედა. ვაი დედა. ვაი დედა. გადავცეთ ეს ჩემოდანი. პირველად ეჭირა ხელში დღეს და მეიჭირე და გქონდეს. ანი მადლობა. 26,100 ლარის პრომერი. მოდით ბიჭებო აქეთ, მოდით. ჩოდრეები, ფიანები, საზრიანები და გადასარევები შეცვლოდით თუ გინდა. ებებნა ბიჭო, გული დამებნა. გული დაიბნა ახლა თქვენია მაინცა თუ გინდა აკლით. გადი ბიჭო იქ. აჰა, მადლობა დიდი. დიდი მადლობა შენ თამაშისთვის რა გავაკეთეთ? მოვიგეთ. მოვიგეთ 26,100 ლარი. მე და ჭიამ მოვიგეთ. უბრალოდ ამან მოიგო მე რა. მე გემშვიდობებით, დროებით ჩვენ ერთმანეთს იმედზე შევხვდებით. შემდეგ სამშაბათ 26,100 ლარით ვაცილებთ აბარაჩეულებრივ ახალგაზრდას. ყვიას თან ისავ. პრინშიკაში.